ქალთა ფონდის სოხუმი უკვე 20 წელზე მეტია აქტიურად მუშაობს დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში. ქალთა როლისა და ჩართულობის გაძლიერების და ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე. ფონდის სოხუმის მიერ ადგილებზე ქალთა საინიციატივო ჯგუფების შექმნის მთავარი მიზანია თემში ლიდერი ქალების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა, ხილვადობის გაზრდა და მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების გადაჭრაში მათი როლის გაძლიერება. დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შექმნილი ქალთა ადვოკატირების ჯგუფების გაძლიერების მიზნით გამოცხადდა სამოქალაქო ინიციატივების კონკურსი, რაც ძალიან დიდ შესაძლებლობას აძლევს ქალებს თავიანთ თემში მეტად აქტიურად შეეხონ ისეთ საკითხებს, რომელიც მჭიდრო კავშირშია როგორც ძალადობის თემასთან, ასევე ადამიანურ უსაფრთხოებასთან. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სოციალური ტიპის საკითხი, რაც ადგილობრივი თემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ზუსტად ამ ინიციატივების განხორციელებამ ქალებს რეალურად მისცათ საშუალება, რომ მეტად აქტიურად გამოჩენილიყო მათი როლი თავიანთ თემში. გაეძლიერებიათ სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით თემის წევრები და ზოგადად გაემთლიანებია ადგილობრივი თემი იმისთვის, რომ საჭიროებო საკითხების გადაჭრა და გადაწყვეტა მომხდარიყო ერთად. იმაში, რომ ადამიანური უსაფრთხოების საკითხები და ძალადობის თემის კუთხით წამოჭრილი პრობლემების გადაჭრაში ადგილობრივი წარმომადგენლები, თემები, ქალები, ახალგაზრდები ჩართული არიან, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და ზოგადად ეს არის ნიშა ამ ჩვენი სამოქალაქო ინიციატივებისა, რაც ამ 10 მუნიციპალიტეტში განვახორციელეთ. ქალთა საინიციატივო ჯგუფების მიერ ინიცირებული აქტივობები სხვადასხვა მიმართულებით წარიმართება და მიზნად ისახავს ადგილობრივ თემებში არსებული პრობლემების გადაჭრას, რაც ხელს შეუწყობს ოჯახში ძალადობის პრევენციას, ძალადობისგან დაცვას და სოციალური სტაბილურობის განმტკიცებას. ამასთან მათი საქმიანობა ემსახურება თემის მდგრად განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლებას და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერებას. ფონდის სოხუმის მიერ გამოცხადებულ სამოქალაქო ინიციატივების კონკურსში წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის სახელით შევიტანეთ განაცხადი და დაგვაფინანსეს, შევიძინეთ საინფორმაციო დაფები და ასევე მწვანე ენერგები. ეს პრობლემები განვიხილეთ მაშინ, როდესაც შევიკრიბეთ და გქონდა სხვადასხვა პრობლემების იდენტიფიცირება და მოვარჩიეთ, რადგანაც ვფიქრობთ, რომ საინფორმაციო დაფების გაყრა კორპუსებში ძალიან კარგი იქნება, მოსახლეობა არ იქნება ინფორმაციურ ვაკუუმში. შესაბამისად, მათ მარტივად მიეწოდებათ ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ასევე საინფორმაციო დაფებთან ერთად დავარიგეთ საინფორმაციო ბუკლეტები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, რომელზეც დატანილი იყო ცხელი ხაზის ნომრები და შესაბამისად, მათ ექნებათ საშუალება ნებისმიერ მომენტში გამოიყენონ საჭიროების შემთხვევაში. დღეისათვის გამოიკვეთა ორი საჭირბოროტო საკითხი, რომელიც ყველაზე აქტუალური არის კომპაქტურად ჩასახებული მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით ქალებისათვის. ეს გახლავთ საინფორმაციო დაფა და გამწვანება. საინფორმაციო დაფას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველი ქალისათვის, რადგან ყოველი ინფორმაცია, რაც დღეისათვის ზოგიერთებისთვის ვაკუუმს წარმოადგენს, იყოს გაშუქებული ამ საინფორმაციო დაფაზე და ყოველი ქალბატონი იყოს ინფორმირებული იმ საჭიროებო საკითხებზე, რაც დღეს აწუხებს ქალებს. ქალთა ფონდის სოხუმის დახმარებით ჩვენს დასახლებას კორპუსებს მიენიჭა ნომერები, რომელიც ძალიან აუცილებელი იყო ჩვენი დასახლებისთვის, ჩვენი ქალბატონებისთვის, იმიტომ რომ როცა სასწრაფოს ან რამე საპატრულოს ვიძახებით, ან რამე სიტუაცია გქონია ისეთი, რომ გვჭირდებოდა კორპუსებს ნომრები, გვეკითხებოდნენ სრულ მისამართს და ჩვენ მისამართს ვერ ვაძლევთ, იმიტომ რომ ნომერი არ ქონდა კორპუსს. ეხლა ფონდის სოხუმი დაგვეხმარა ყველაფერი ამაში და ჩვენს კორპუსებს გაუკეთეს ნომრები, ასეთი დახმარება ფონდის სოხუმისგან ძალიან აუცილებელი იყო.
ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოება და მიგრაციის შემცირება, ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაწყვეტა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო შექმნა და მათთვის განათლებისა და განვითარების უკეთესი შესაძლებლობის შეთავაზება, თაობებს შორის გაუცხოების დაძლევა და დიალოგის გაძლიერება, ძალადობა გამოვლილი ქალების მხარდაჭერის სერვისებზე ინფორმირება და საჭირო დახმარების რესურსებთან წვდომის გამარტივება. სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების პროცესი იყო ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი, რადგან ამ პროცესში მთავარი აქტორები იყვნენ სწორედ ის ქალები, რომელთა მოწყვლადობა არის ძალიან მაღალი. ამიტომ მათი მხარდაჭერა, გაძლიერება ნიშნავს იმას, რომ მათი სოციალური როლია გაზრდილი, სოციალური მისია არის წარმოჩინებული და ეს ყველაფერი ერთიანობაში იძლევა იმას, რომ ისინი ჩანან საზოგადოებაში, გავლენას აკეთებენ. მათ შეუძლიათ არა მხოლოდ იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომელიც არ ღვევს მათი უსაფრთხოების ნორმებს, არამედ ამ პრობლემების გადაჭრაც, გადაწყვეტას და ეს არის ამ პროცესში ძალიან საინტერესო. ზოგადად შედეგად ჩვენ უკვე გვექნება მათ თემებში ნაკლები პრობლემა, ნაკლები საფრთხები და ეს ყველაფერი რაც უფრო ნაკლები იქნება პრობლემები, რაც უფრო მეტად იქნება ასეთი ქალები მხარდაჭერელი, მით უფრო ნაკლები იქნება ძალადობრივი გარემო და ერთიანობაში მოგცემს შედეგად იმას, რომ უსაფრთხოების ნორმები, უსაფრთხოების ხარისხი, რომელიც სრულფასოვანი ცხოვრებისთვის არის საჭირო, უფრო მეტად იქნება გარანტირებული. ფონდი სოხუმის ინიციატივები არა მხოლოდ პრობლემების იდენტიფიცირებას და მათი გადაჭრის გზების პოვნას ისახავს მიზნად, არამედ თემის განვითარებისა და სოციალური პროგრესის ხელშეწყობას. ამ ჯგუფების საქმიანობა ნათლად აჩვენებს, რომ ქალთა აქტიური ჩართულობა არა მხოლოდ ძლიერ ინსტრუმენტად იქცევა ძალადობის პრევენციისთვის, არამედ საფუძველს უყრის მშვიდობიანი, სტაბილური და სამართლიანი საზოგადოების შექმნას. დიდი მადლობა, გაიხარეთ. მადლობა.